ოლიგარქის მთავრობის ღია დემარში დასავლეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ელჩს პაվել ჰელჩინსკის ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ივანიშვილის გუნდის გაღიზიანების მიზეზი დიპლომატიის გზავნილი გახდა, რომლითაც ელჩმა ქვეყანას უმთავრესი არჩევანი შეახსენა. ევროპული მომავალი თუ დაბრუნება ბნელ წარსულში. სანამ ოცნების პროპაგანდისტები ევროკავშირის ელჩს ეთერებიდან თავს ესხმიან და ემუქრებიან, თბილისში სრულიად სხვა სტუმარს მასპინძლობენ. ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს და სინძინპინის იდეოლოგიური მანქანის მთავარ არქიტექტორს. რა ინტერესი აქვს ოლიგარქის რეჟიმს ჩინურ ტოტალურ კონტროლთან და რატომ ითხოვს ივანიშვილის გუნდი ევროპელი დიპლომატებისგან სრულ დუმილს საქართველოში მიმდინარე ამბებზე. კეთი თუთფერიძეს ვკითხავთ ელჩის დაბარებასა და იმ მუქარის ტალღაზე, რომელსაც ოცნებამ უკვე მერამდენედ მიმართა და გააქტიურა, ვინ დათვლის. კეთი გისმენთ, რას შეიძლება ნიშნავდეს, ალბათ ვიცით ყველამ, ოცნებას არჩეული აქვს ეს ფორმა, რომ დასავლეთს თავს დაესხეს, თუმცა არ არის ეს პირველი შემთხვევა, მით უფრო ევროკავშირის ელჩზე რა განცხადებები მოისმინეს შენ დაგითმობ ეთერს. დიახ, ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ელჩი პაվել ჰელჩინსკი ხდება ძალიან შეურაცხყოფელი ეპითეტებისა და მწვავე დაუსაბუთებელი კრიტიკის სამიზნე ქართული ოცნებისა და ქართული ოცნების პროპაგანდისტების მხრიდან. ფაქტობრივად 2 წელია უკვე ამ ტენდენციას ვუყურებთ საქართველოში, ამ ტენდენციას უყურებენ დიპლომატებიც და საკმაოდ ხშირი არის, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე დიპლომატი ხდება ხოლმე აი ასეთი სიტყვიერი თავდასხმისა და ზოგ შემთხვევაში მუქარის სამიზნეც კი. აქ საუბარია ძირითადად იმ დიპლომატებზე, რომლებიც გამორჩეულად იჭერენ და იჭერენ პოზიციას და გამოხატავენ თავიანთ ემპათიას სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებული აქტივისტების, რეპრესირებული მედიისა და რაც მთავარია სინდისის პატიმრების მიმართ. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, იმ შემთხვევას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, მიმდინარე კვირაში მოხდა ეს დაფიქსირდა ეს კოორდინირებული თავდასხმა, სიტყვიერი თავდასხმა პაվել ჰელჩინსკიზე, რისი მიზეზიც გახლავთ მისი განცხადება ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე. თუმცა მისი განცხადება თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ გასცდენია არც დიპლომატიურ ეტიკეტს და არც დიპლომატიურ ეთიკას. მან თქვა, რომ საქართველო მცდარ ტრაექტორიას მიუყვება და ამიტომაც იგი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ იგი ორშაბათს მივა საგარეო უწყებაში. თუმცა ამის პარალელურად ქართული ოცნების ლიდერების ასეთი კოორდინირებული შეტევის პარალელურად სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო ერთ-ერთი პროპაგანდისტული გადაცემიდან, ონლაინ გადაცემიდან მალხაზ გულაშვილმა, რომელიც გამოირჩევა ქართული ოცნებისადმი საკმაოდ მხარდამჭერი და პროპაგანდისტული პოზიციით, ფაქტობრივად მან ფიზიკური ძალადობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ისინი თავს დაესხნენ პაվել ჰელჩინსკის. ჩვენ გამიზნულად არ ვუშვებთ ამ ვიდეოს, რომ მაყურებელმა ნახოს, რადგან არ გვინდა ხელი შეუწყოთ ძალადობის, მით უმეტეს ფიზიკური ძალადობის ტირაჟირებას, თუმცა ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები და მათი შეფასება ევროკავშირის ელჩის სიტყვებთან დაკავშირებით. გამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებია. ხო, პირდაპირ მოუწოდებდა ამისგან ქართულ ხალხს, ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული, როდესაც ევროკავშირის ელჩი გამოდის ამით და ამას უმატებს იმას, რომ ქართულ ხალხს პირდაპირ ემუქრება სამოქალაქო ომით და პირდაპირ ემუქრება გაღარებას. თუ ვინმეს გონია და სურვილი აქვს, რომ თავში წამოგვარტყას და რაღაცა თავისი ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართულმა ხალხმა და ჩვენმა სახელმწიფომ ასე იმოქმედოს, ეს ვერ იქნება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. რუსული კანონის მიღებიდან მოყოლებული, შემდეგ უკვე ევროკავშირის წევრობის შეჩერებიდან მოყოლებული, გააქტიურებულია სოციალურ ქსელში ეგრეთ წოდებული ტროლების ქარხანა და ტროლბოტების ეგრეთ წოდებული არმია, ეს უკვე ფაქტობრივად მიღებული ნეოლოგიზმია, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს და სწორედ მათი თავდასხმის შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის სამიზნე ხდება ასევე არაერთი ელჩი საქართველოში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
სახელმწიფოების რამდენიმე ელჩი და მათ შორის არის ევროკავშირის ელჩიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვახსოვს შარშან ბათუმში, როდესაც გერმანიის ელჩს თავს დაესხნენ ფიზიკურად, თუმცა ეს პიროვნება არ მიცემულა პასუხისგებაში. ასევე მე მინდა რომ მაყურებელს შევახსენო ის, რომ რაც ჰერჩინსკიმ განაცხადა, ეს რეალურად არ ყოფილა ერთი დიპლომატის სუბიექტური მოსაზრება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველომ ნამდვილად გადაუხვია ევროპულ გზას და გადავიდა ავტორიტარულ ტრაექტორიაზე. ეს უკვე აღარ არის შეფასება და ეს არის დადასტურებული ფაქტი და მიმდინარე კვირასაც კი Amnesty International-მა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, საკმაოდ ვრცელი ანგარიში, სადაც ადამიანის უფლებათა დარღვევის უმძიმესი ფაქტებია აღწერილი საქართველოსთან დაკავშირებით.